ბატონო გაგა, ჩვენ სანამ თქვენ შემოგვიერთდებოდით, ვსაუბრობდით იმ მონაცემებზე, პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, ხელისუფლების ცვლილების გზებზე. პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილების მთავარი გასაღები არჩევნებში იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი ეს არჩევნები იქნება სამართლიანი წესებით ჩატარებული და არა ისეთით, როგორი წესებსაც ახლა ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს საზოგადოებას შეცვლილი საარჩევნო სისტემით. მეორე ნაწილი კი მაგალითად ვიქტორ ყიფიანი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდა ქართულ ოცნებასთან არის ერთ-ერთი მთავარი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. არსებობს თუ არა არსებულ მოცემულობაში, პოლიტიკურ მოცემულობაში, პოლიტიკურ მსჯელობის მაგიდასთან, ქართულ ოცნებასთან ერთად დაჯდომის რესურსი. და როგორ ხედავთ თქვენ საერთოდ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან? საამშვიდობის მადლობა მოწვევისთვის. პირველად გამოვდივარ ასეთ რანგში, როგორც პარტიის წევრი. მე ყურადღებით ვაკვირდები ამ პოლიტიკური მოვლენებს, რაც ხდება ბოლო დროს საქართველოში და არა მარტო ბოლო დროს, მანამდეც. ერთ-ერთი დადებითი მოვლენა ალბათ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში წელს იყო ალიანსის შექმნა. ეს მოგეხსენებათ არის 9 ოპოზიციური პარტიის ალიანსი, რომელიც აღიარებს პრიორიტეტს ევროკავშირთან მიერთებისა პოლიტიკური ცხოვრების ხაზით საქართველოს და შეთანხმდა რაღაც გარკვეულ ურთიერთობის წესებზე. ეს ალიანსი უნდა ითქვას, რომ არის თავისუფალი ღია პლატფორმა, სადაც სხვებიც არიან მოწვეულები, სადაც ხდება აზრების შეჯერება და უაღრესად დადებითი მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ სადღაც ხომ უნდა დაელაპარაკონ არა პარტიებმა, მით უმეტეს იმ პარტიებმა, რომლებსაც გარკვეული ერთი ორიენტირი აქვთ აღებული. თუ დღეს ის დაისვა საკითხი ასე რომ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები საქართველოში, ეს განცხადება ალიანსმა უკვე კარგა ხნის წინ გააკეთა. გახსოვთ ალბათ 6 პუნქტი იყო გამოქვეყნებული, რომელიც უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ დაკმაყოფილებული იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემოს პირობები. უნდა მიიყვანონ ქართული ოცნების ხელისუფლება. ამიტომაც ვკითხეთ, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში როგორ ხედავთ, რამდენად შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი დასვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან? თუ მათ პოლიტიკას დავაკვირდებით დღესდღეობით და ბოლო წლებში განსაკუთრებით, როცა მათ უარი თქვეს ფაქტიურად ევროკავშირთან დაახლოებაზე, ეს ჩანს რომ შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ ოპოზიციურმა პარტიებმა თუ თქვა წამოვიდა მართველი პარტია რაღაცა შეთანხმებაზე, რაღაცა პირობების შესრულებაზე, თქვა იგივე ერთ-ერთი პირობა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასე შემდეგ. ეს გამოჩნდება უახლოეს ხანებში, ალბათ არ მოითხოვს ამას რაღაცა განსაკუთრებული პირობები არ არის ამისთვის საჭირო, ხო? იქიდან წამოვა ალბათ რეაქცია ამ მოთხოვნებზე ოპოზიციური პარტიებიდან და გამოჩნდება რამდენად მზად არიან ისინი, მართველი პარტია რამდენად მზად არის მოლაპარაკებისთვის, ან თუნდაც თვითონ შეასრულოს ის პირობები, რაც საჭიროა სამართლიანი არჩევნებისთვის, ხო? სულ ახლახან ძალიან საინტერესო გადაცემა მოვისმინეთ, თუ როგორ გაყავდა არჩევნები, ხო? 2024 წელს, ხო? არის რაღაცა ტექნოლოგიები, რომლის საშუალებით მე პირადად ვიყავი დამკვირვებელი ერთ-ერთ უბანზე, ჩემ თვალწინ რაც მოხდა ვნახე, მაგრამ გაყალბება ალბათ უფრო ტექნიკური იმაზე რა ქვია, ამომრჩეველთა ბაზაზე წვდომით და იქიდან გამომდინარეობს, თავიდან არის გაყალბებული წინასწარ და ადგილზე უკვე ეს არ ჩანს, რა თქმა უნდა, საარჩევნო უბნებზე. თუ ეს ყველაფერი შეიცვლება, ეს ვითარება და რაღაცა ჩამოყალიბდება, მართლა ისეთი სტრუქტურა გვექნება ცესკოს სახით, რომელიც იქნება გაწონასწორებული, დაბალანსებული და ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს იქ თავის კუთვნილ ადგილს და შეიძლება ამავე დროს კონტროლი მთელი აი ამ საუბნო სივრცეების, რაც არის მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, შეიძლება მაშინ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა ოპერაციაში. ამ ყველაფრის გარეშე, თუნდაც კალენდარულ 2028 წლის არჩევნებზე რომ ვისაუბროთ, არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, ვერც თქვენი ოპოზიციური გუნდი,
თქვენი პოლიტიკური ჩვენ პარტიას ჰქონდა გასვლა სამეგრელოში, სადაც ეს კითხვა დაუსვეს სხვათაშორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ლევან ცუცქირიძეს, მაგრამ ლევანმა თქვა, რომ ეს ცოტა ადრეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჯერ არჩევნებისაც არ ვიცით ხო, როდის დაინიშნება არჩევნები. შეიძლება ერთ თვეში დაინიშნოს, თქვათ, ხო, მოხდეს ისეთი სიტუაცია შეიქმნას. ამიტომ წინასწარ საუბარი იმაზე თუ მიიღებს თუ არა პარტია არჩევნებში მონაწილეობა ძალიან ძნელია. ამ ვითარებაში, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გაჭირდება დათანხმება პარტიების იმაზე, რომ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ თუ შეიცვლება ძირეულად, თვისობრივად თუ შეიცვლება სიტუაცია, რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნებში მიიღოს პარტია იმისთვის არსებობს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს არჩევნებში და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ეს არის პარტიის მთავარი ამოცანა, მაგრამ იმისათვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა დაინიშნოს არჩევნები, პარტიამ რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ამისათვის მან უკვე ძალიან დიდი სამუშაო უნდა ჩაატარო. ბაზა უნდა მოამზადოს. აი ამ მუშაობის პროცესში არის არა მარტო თავისუფლების მოედანი, ჩვენ ხედავთ, რომ სხვა პარტიებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მოსაზიდად. ბატონო გაგა, ჩვენ მე დავიწყე საუბარი ელენე ხოშტარიას წერილით ბივამედიდან, ასევე ვახსენე ვიქტორ ყიფიანი, რომელმაც თქვა, რომ დაცვლილებების გასაღები არის არჩევნებში, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ის სამართლიანი წესით ჩატარდება და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ოცნებასთან მოლაპარაკებები დაიწყონ. აი ეს ერთობა, რომელზეც ელენე ხოშტარია საუბრობს და მეორეს მხრივ ფაქტობრივად მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი. აი ამ ერთობის რესურსს თუ ხედავთ თქვენ და ხედავთ თუ არა ერთობას როგორც გასაღებს ცვლილებებისას ამ პოლიტიკურ ამბავში. ერთობა აუცილებელია და საჭიროა. მე კონკრეტულად არ ვიცნობ ქაბატონი ელენეს წერილს, მაგრამ მე ვთვლი, რომ აუცილებელია ერთობა პარტიების გარკვეული ჯგუფის, რომელიც რაღაცნაირად ერთ პოზიციაზე დგანან, იმისათვის, რომ მოხდეს რეაგირება ქართული პარტიის მხრიდან. ანუ რაც უფრო მეტია ესეთი პარტია, რომელიც გაერთიანდება და რაღაცა პირობებს დააყენებს, რაღაცა თქვათ არა ულტიმატუმის ფორმით, არამედ დიალოგის რაღაცა სივრცე შექმნის, ხო? მით უკეთესი ალბათ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ის რომ ოცნებასთან უნდა დავждეთ მოსალაპარაკებლად, ოცნება წვეთს ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს და საარჩევნო თემებსაც და კოდექსის ამბებსაც, რადგან მათ უმრავლესობა აქვთ პარლამენტში, ეს თავისთავად ესე იქნება მათი გადასაწყვეტია ამ ეტაპზე, ხო? ხო, თამაშის წესებს ამ ეტაპისთვის ქართული ოცნება ადგენს. რა აკლია ოპოზიციას იმისთვის, ოპოზიციის მხრიდან აიღოს სადავე თამაშის წესების დასადგენად. ოპოზიციას ძუძუმს უმაგრებს, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ არ უნდა თქვას, რომ საპროტესტო აქციებს ამ შემთხვევაში არაფერი ღირებულება არ აქვს. პირიქით ოპოზიციურ პარტიებს უმაგრებს ზურგს საპროტესტო აქციები, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესებზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის. თუ მართველი პარტია, როგორც წეგან თქვი, გამოჩნდება ეს, თუ მართველი პარტია წამოვა და გარკვეულ რაღაცა პირობებს დათანხმდება, ან მიიღებს რაღაცა ცვლილებებს, ან გაიწევს უკან რამდენიმე კანონს, რომელიც ბოლო დროს იყო მიღებული და რაღაცნაირად ამოასუნთქებს სამოქალაქო სექტორს, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ისინი მართლა მზად არიან რაღაცა ცვლილებებისთვის საარჩევნო კოდექსში და არჩევნების პირობებში. ბატონო გაგა, მე ვეცნობოდი თქვენს შეფასებებს, განცხადებებს ახსენეთ რეგიონებში გასვლები, გამოხმაურებებს ვკითხულობდით და ქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვგულისხმობ განაშენიანებას, რიყის დოქებთან მიღებულ გადაწყვეტილებას თუ ასე შემდეგ და ერთ-ერთი არის მთავრობის ულმობელი დამოკიდებულება და მტრულიც კი, რაც თბილისის უნიკალური იერსახის მიმართ აქვს, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. რა დამოკიდებულება აქვს ხალხს, რომელსაც თქვენ რეგიონებში ხვდებით, ეს ერთი და მეორე, როდესაც ალტერნატივას, როგორც საკუთარ თავს ალტერნატივას წარუდგენთ საზოგადოებას, რას თავაზობთ მათ, როდესაც ეუბნებით, რომ ცვლილება აუცილებელია და ცვლილებაში
შემცვლელებში თუ უხეშად შეიძლება ითქვას ეს პოლიტიკური ძალა იგულისხმება, რომელიც თქვენ ხართ. კი ბატონო, ძალიან კომპლექსური შეკითხვებია და ცოტა რთულია მოკლედ ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცდები, რადგან კულტურის სფეროს წარმომადგენელი ვარ, მაინც უპირველეს ყოვლისა ძალიან გულს მტკენს ის პროცესები, რაც ვითარდება დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში, ურბანიზაციას რომ შევხედოთ, სხვა ქალაქებში იგივე სიტუაციაა, როცა საჯარო სივრცე იკლებს და ის ხელში გადადის კერძო სტრუქტურებში სრულად გაუმართლებლად, როცა საუბარია მაგალითად რიყის დოქებზე, ხო, პირობითად რომ ამობთ რიყის დოქები, ეს არის საჯარო სივრცე, ანუ ქალაქის საკუთრებაა, ჩვენი საკუთრებაა ყველასი ქალაქის ცენტრში. დავანებოთ თავი იმას, როდის რატომ აშენდა, რამდენი ფული დაიხარჯა იმ შენობებში, რომელიც ერთ-ერთმა საუკეთესო არქიტექტორმა აშენა და მისმა სტუდიამ თბილისში, რომლითაც ისინი ამაყობენ და ჩვენ ვანგრევთ. აი ეს დამოკიდებულება უკვე გულისხმობს იმას, რომ ქალაქის მმართველობამ ამ შემთხვევაში არ გაიაზრა სწორად შეიძლება არც მაშინ, როცა აშენდა და არც ახლა, არც არავის კითხა, არსებობს კომპეტენტური ხალხი თბილისში, პროფესიონალები ამ საქმის, გნებავთ არქიტექტორები, გნებავთ ხელოვნებაცნეები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან კარგად ახსნან რატომ, როდის, სად უნდა დაიდგას რამე შენობა. მით უმეტეს, როცა საუბარია რიყეზე. ხო წარმოიდგინეთ, რომ ეს შენობები დაინგრეს, რომელიც უნიკალურია ფაქტიურად და აშენდეს რაღაცა სასტუმრო თურქული ინვესტიციით, არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს. არ ვიცით რა შენდება. არც ვიცით რა კეთდება, ხო? იმის ესე იგი, იმის მოვალეობასაც კი ვერ გძნობს ქალაქი, რომ გვითხრას წინასწარ რა პროექტი კეთდება, იქნება რაღაცა საშინელება, იქნებ პირიქით მოწოს ხალხს და კომისიასაც და ანუ ხალხის ვალდებულების გრძნობა არ არსებობს ქართული ოცნების სფეროში. როცა მერი გამოდის და იძახის, რომ ჩვენ გამჭვირვალე ვართ, ეს არ არის მართალი. ჩემი ფესტივალის, კინოფესტივალის ხელმძღვანელი ვარ და მაგალითზე ვიცი, რომ რამდენი შეკითხვაც არ უნდა გააგზავნოთ მერიაში, პასუხი არასდროს არ მოდის, ხო? რაღაცა ნებისმიერ საკითხზე, დაფინანსებაზე, კომისიაზე და შემდეგ მერის მოქმედება და საქმიანობა ჩემთვის არის სრულიად გაუმჭვირვალე დღესდღეობით და ეს არ შეიძლება ესე გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქალაქის მოსახლეობა, ჩვენ ვართ ამ ქალაქის მოქალაქეები და ჩვენი უფლება, აბსოლუტური უფლებაა ვიცოდეთ რას აპირებს, თუნდაც კერძო ინვესტორი, მაგალითად, ძველი კინოსტუდიის შენობის გვერდით, ხო? ვიცით, რომ იქ მათ შეიძინეს ეს ტერიტორია, კი ბატონო, ისტორიული ძეგლია, კულტურის ძეგლია, იმას ვერ დაანგრევენ, მაგრამ გვერდზე დგამენ რაღაცა საცხოვრებელ კორპუსს. საცხოვრებელი კორპუსით ისედაც განებივრებულები ვართ, მე მგონი თბილისში რო შენება ბუმი, სამშენებლო ბუმი სხვაგან არც არის არსად, ასეთი, მაგრამ სრულად აბსოლუტურად ცირდება საჯარო სივრცე, კულტურის სივრცე, კულტურა არ არის ჰაერში ჩამოკიდებული, ხო, მას სჭირდება თავისი სივრცეები, საგამოფენო დარბაზები, საფესტივალო სივრცე, სარეპეტიციო დარბაზები, უამრავი რაღაცა სხვა, ხო? არა მარტო 1-2 თეატრის და რამდენიმე თეატრის შენახვა არ არის საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ აი დიდუბეში ექსპო ჯორჯიაც გაიყიდა, თუ არ ვცდები და მალე ეს სივრცეც აღარ გვექნება, რომელიც ძალიან კარგი სივრცე იყო. თუმცა ინვესტორი ამტკიცებს, რომ ის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც დიდუბეში საგამოფენო დარბაზთან უნდა აშენდეს, ამ ირგვლივ გაშენდება და არ შეეხებიან იმ სივრცეებს, რომელიც იქ წლების განმავლობაში დგასო, ასეთია ყოველ შემთხვევაში მტკიცება. ფაქტია, რომ თუმცა საცხოვრებელ კორპუსს და საცხოვრებელ რაღაცა მასივს აქვს თავისი, იმას მოყვება თავისი ინფრასტრუქტურა, ხო? მაღაზიები, აფთიაქები, საპარკმახერო და ასე შემდეგ, ხო? ეს არ არის კულტურული სივრცე, ეს არის კომერციული სივრცე, რომელიც აუცილებელია ქალაქისთვის, მაგრამ აი აბსოლუტური ტრენდია დღეს თბილისში, რომ კულტურული სივრცე კლებულობს და არაერთი მაგალითი ვიცით ამას. გნებავთ აიღეთ კინოთეატრი რუსთაველი, რომელიც დაიკეტა უკვე რამდენიმე წელია, გნებავთ აიღეთ კინოთეატრი აპოლო, რადგან კინოს ხაზით მუშაობ ამდენი ხანია, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხებია. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, რეგიონებთან დაკავშირებით, ხო? უნდა ითქვას, რომ აი რეგიონებში მე პირადად შევამჩნიე, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობ საქართველოში ზოგადად და ადრეც ყოველთვის დავდიოდი,
ყოველთვის ველაპარაკებოდი ხალხს, ეს არ არის ჩემთვის რაღაც ახალი. უნდა ითქვას, რომ რაღაცა შიში მაინც დაძლეულია. შიში რაში გამოიხატება ეს და მე გკითხეთ, რომ როგორც ალტერნატივა, როდესაც წარუდგენთ თავს ამ ადამიანებს. თქვენ აი მთელი კასკადი ჩამოთვალეთ პრობლემების, რომელიც ამ ხელისუფლებამ ამ ქვეყანას მოუტანაო. ალტერნატივად, როდესაც წარუდგენთ თავს, რას თავაზობთ მათ კონკრეტული პრობლემების აღმოსაფრელად და რა არის მათი მთავარი პრობლემა იმისთვის, რომ გავიგოთ თქვენი შეთავაზების რეალურობა, რომელთაც მათ წარუდგენთ. კი ბატონო, თავისუფლების მოედანს აქვს ძალიან კარგი პროგრამა, პარტიის პროგრამა არსებობს, 100 გვერდია, შეიძლება მეტიც, სადაც ყველა საკითხზე არის გადმოცემული პარტიის ხედვა. ანუ დაინტერესებულ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია გაეცნოს ამ პროგრამას, თუმცა ვიცით, რომ ასეთი პოპულარული არ არის, თქვა პარტიის პროგრამების კითხვა და თითოეული საკითხი უნდა მივიტანოთ ამომრჩევლამდე, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი ეს უნდა იყოს პროცესი, ეს არ არის მარტო ის, რომ მივიდეთ სადღაც რეგიონში, ან რომელიმე სოფელში და წავუკითხოთ ლექცია, ხო, თუ როგორი უნდა იყოს იქ ადგილობრივი მმართველობა და შემდეგ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი აზრიც და აი ეს კეთდება სწორედ რეგიონებში. ჩვენ 12 ივლისს იყო ფორუმი დავარქვით აი ამ შეხვედრას ამომრჩეველთან და უმეტესად მოდის, რა თქმა უნდა, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ასეთ შეხვედრებზე. პარტიას ყავს თავისი ამომრჩეველი და თავისი მხარდამჭერები რეგიონებში, ეს გაძლიერდება თანდათან და რეგიონული სტრუქტურებით ჩამოყალიბდება და ეს მომავლის საქმეა, თუმცა ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა იმისათვის, რომ აი ხალხის ხმა გავიგოთ და ეს ძალიან კარგი იყოს, ვთქვათ, ეს შეხვედრები. მინდა ერთ ფაქტზეც მოკლედ და უნდა დაგაგრძელოთ. კი ბატონო. მოგახსენოთ ერთ ფაქტზე, ძალიან სამწუხარო ფაქტზე, როცა ჩვენ ორი ადამიანი, მე და ბატონი ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი და გამომცემელი არ შეგვიშვეს, არ გადაგვიშვეს ბლოკპოსტზე ენგურსიქით. სწორედ იმ ალბათ არ ვიცი, რის ეშინია ამ მთავრობას იმის გამო, რომ ჩვენ რაღაცა ოპოზიციურ ძალებს წარმოვადგენთ, ან ოპოზიციურად ვართ, კრიტიკულად ვართ განწყობილი, ჩვენ არ გაგვატარეს ბლოკპოსტზე. საკუთარ ქვეყანას პირველად გავიცადე ეგეთი რამე საბჭოთა კავშირის შემდეგ, როცა ახალციხეში არ გვიშვებდნენ, რადგან ეს სასაზღვრო ზონა იყო და ვარძიაში არ გვიშვებდნენ. ეხლა პირველად არ შემიშვეს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონტროლირება წესრიგში მქონდა ყველა საბუთი. მადლობა.